საღამო მშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთხელ სანამ ლექციაზე გადავალთ, პატარა წინასიტყვაობას გავაკეთებთ. ყოველ საღამოს ამ აუდიტორის გაშლის პროცესში, რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიცია გვამოწმებს, ჩხრიკავს, რამე ხო შეგვაქვს, რამე სხვა ვაზიანებთ, ვინმე სხვა ვაფეთქებთ. ღიმილის მომცველია ეს ყველაფერი, ღიმილის იწევს ჩვენშიც და ხომ მშვიდობაა რომ მოგქონდა ეს ინვენტარი და ზოგადად ქვეყანაში მშვიდობა არ არის თქო, მაგრამ რას ამბობ რომ აი ესეთი მშვიდობა იქნება სულ პატრული ინსპექტორი გვეუბნება. ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, მეგობრებო. ჩვენ უკვე აი წეგან ვითვლით 76 ლექცია მე მგონი თუ არ ვწდები. 77 ყოფილა, 77 დღეა, რასაც ვცდილობთ რომ გავაზიაროთ ცოდნა. ჩვენ ხმამაღლა ესე დეკლარირებულად ხმამაღლა ვამბობთ რომ ჩვენ ვიპოვეთ ფორმატი, სადაც ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, ნებისმიერი წამსის, წარმომავლობისა თუ სქესისა და ასე შემდეგ ადამიანებს ვაერთიანებთ, ვისაც ცოდნის გაცემა შეუძლია და ვისაც ცოდნის მიღება სურს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ჩვენი ამოცანაა ცოდნით შევაიარაღოთ პროტესტის მონაწილეები. ჩვენ ჩავატარეთ უამრავი ლექცია სხვადასხვა თემატიკაზე, ეკონომიკაზე, კონსტიტუციაზე, თავის სამართლებრივ საკითხებზე, ის რაც პროტესტს აინტერესებდა და სჭირდებოდა, ჟურნალისტიკაზე, სოცქსელებზე, უამრავი მომხსენებელი, ძალიან კონკრეტულ, ძალიან საჭირო ინფორმაციას აწვდის ყველა მსმენელს. რა თქმა უნდა, ეხლა არ გავაკეთებ კომენტარებს, ხან ქოცებს გვეძახიან, ხან გვეუბნებიან, რომ თქვენ მუხტს აგდებთ. არ მესმის რანაირად უნდა დავაგდოთ მუხტი. ანუ როგორ შეიძლება რომ პროტესტის ჩვეულებრივმა მონაწილეებმა, რომლებიც რაღაცას აკეთებენ, მუხტი დააგდონ. პირიქით ჩვენი ამოცანაა რომ მუხტი გავაძლიეროთ. გავამყაროთ და სულ რომ კიდე აი გუნდთან ერთად ამაზე ვსაუბრობთ თითქმის ყოველდღე რომ სულ რომ ეს პროტესტი თქვათ რუსთაველის გამზირიდან სხვაგან გადავიდეს, ჩვენ აქ მაინც გავაგზავნებთ ამ პროტესტის ფორმას და ამ ფორმით მაინც ვიტყვით რომ საქართველოში პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება იქამდე სანამ შედეგი არ დადგება. მეგობრებო, ძალიან მარტივად ვამბობთ, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი თქვენნაირი პროტესტის მონაწილეები, რომლებმაც უბრალოდ ფორმატი იპოვა და რაღაც დროის კარგვის ნაცვლად, დროის კარგვა არ არის რა თქმა უნდა პროტესტი, გვინდა და გსურს რომ ყველა ადამიანმა რაღაცა ახალი სიახლე მიიღოს და აქედან წაიღოს კიდევ ერთი საინტერესო, ცოდნით გაჯერებული საღამო, რავი, ძალიან მარტივია რა. რა თქმა უნდა, ეხლა ის ფრაზა ამ ყველაფერს უდგება ზარბაზნიდან ჩიც არ ესურიან და ჩვენც არ არც გამოვეხმაურეთ იმ რაღაცა ნარატივს, რომ თქვენ ხართ ქოცები და თქვენ ხართ ნაცები და ასე შემდეგ. არც გამოვეხმაურებით, რა თქმა უნდა, უბრალოდ გულსაწყენია რა, ძალიან მტკივნეულია ზოგადად ამ პროცესში. სადაც მე პირადად უამრავი ადამიანი შევიძინე, უამრავი მეგობარი, ახალი ადამიანები გავისანი და მე აი ღრმად მაქვს გამჯდარი გონებაშიც და სულშიც და გულშიც რომ ამ პროცესებმა ჩვენ კიდევ უფრო წინ წაგვწია, კიდევ უფრო გავიზარდეთ, კიდევ უფრო მეტი გავიგეთ ერთმანეთზეც, ხოცებზეც მათ შორის იმაზე თუ რა უნდა გვეშველოს, როგორ უნდა გვეშველოს და მე ამ პროცესის ძალიან დიდი მადლიერი ვარ. ზოგადად აი ამ პროტესტის მე რამდენი დღეა აღარც მახსოვს. 175 დღეა და ძალიან კარგი ფრაზა იყო იმ დღეს ნახსენები ჩვენ ერთ მეგობარს ადამიანი წიგნია და ჩვენ ყოველ დღე გენიალურ ბიბლიოთეკაში დავდივართო და მეც ამ ფრაზას უერთდები და მგონია რომ ნებისმიერი ადამიანი რომელთანაც მე აი ამ 175 დღის განმავლობაში ურთიერთობა მქონდა თითოეულთან აი როგორც წიგნს ვკითხულობ აი ესეთი აღქმები მაქვს და ესეთი შეფასება მაქვს თითოეულის მიმართ. ზოგი ბესტსელერია, ზოგი იუმორისტულ რაღაც ჟანრში გადის, მაგრამ ყველა წიგნი ჩემთვის საყვარელია. კიდევ ერთხელ მადლობა დღევანდელი საღამოსთვის და სასიამოვნო სააუდიტორო საღამოს გისურვებთ. გამარჯობა, მიხარია რომ კიდევ მაქვს შესაძლებლობა რომ აქ გამოვიდე, რამდენიმე სიტყვა გითხრათ. დღეს ავირჩიე ჩემ პროფესიასთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, თემა, როგორც არის იმანუელ კანტის ფილოსოფიის გამოძახილი ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში. რატო ავირჩიე და იმიტომ რომ მე მგონია აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი შეიძლება აღნიშნო, რომ როდესაც ჩვენ თქვათ ლაპარაკობთ ისეთ რაღაცაზე, თუ რატომ შეიძლება იყოს საქართველოს ევროპის ნაწილი, არგუმენტები ჩვენ გვაქვს, მაგრამ მე მგონია რომ ეს არგუმენტები
რაღაც შემთხვევაში ფლათ ესეთი არსობრივი არ არის. აი მაგალითად შეიძლება მოვისმინოთ არგუმენტად, რომ საქართველოს ევროპის ნაწილი ან ევროპა იმიტომ არის, რომ საქართველოში 1,5 წლის წინ ცხოვრობდა ეგრეთ წოდებული ზეზვა და მზია, ხო? ანუ იყვნენ თუ არა საერთოდ იმ გაგებით ევროპელები კი არა, საერთოდ ევროპა რამდენად არის მხოლოდ და მხოლოდ გეოგრაფიული ცნება, ეს მეორე საკითხია. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, ხო? მე მგონია, რომ ეს არ არის ესეთი კარგი არგუმენტი იმისათვის, რომ თქვათ, რომ ჩვენ რაც ევროპულ კულტურას მივეკუთვნებით, იმიტომ რომ კულტურული ცნება, პოლიტიკური ცნება, რა თქმა უნდა, ევროპა. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი რაღაც ღვინო, მოკლედ მე მგონია, რომ საკმაოდ ან ბიზანტიასთან კავშირი ძალიან ძველი არგუმენტები გვაქვს. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ აი საქართველოსთან გაიტაცეს მითიურმა პერსონაჟებმა ოქროს საწმისი. არადა ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვიყოთ თანამედროვე ევროპის ნაწილი და მე მგონია, რომ თუ თანამედროვე ევროპაზე მიდის საუბარი, ჩვენ უნდა ვთქვათ ისეთი უფრო მყარი არგუმენტები, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა უკავშირდებოდეს ისეთ რამეს, როგორც არის ჩვენი მორალური შეხედულებები, პოლიტიკური შეხედულებები, თქვათ ჩვენი კულტურული ბმა ამ ყველაფერთან, რასაც ქვია დიდი ევროპული სივრცე. და ამიტომ ავირჩიე ვაჟა-ფშაველა, რომელიც არის შეიძლება ითქვას ქართულ მითოლოგიურ საბურველში შემოსილი. და მე დიდი ხნის განმავლობაში მაინტერესებდა ეს საკითხი, ვაჟა-ფშაველას საკითხი, თუ რა არის მისი ფესვები, როგორი არის მისი ფესვები და ყველა არა, მაგრამ უმეტესობა საერთოდ ქართველი ლიტერატურის მკვლევარებისა, რომლებიც არსებობენ და წერენ, თქვათ, მონოგრაფიებს, საინტერესო ნაშრომებს ვაჟა-ფშაველას შესახებ და ვაჟა-ფშაველა ის ადამიანი იყო, რომელმაც მიიზიდა, რა თქმა უნდა, თეორეტიკოსების ყურადღება ძალიან ადრე, ფილოსოფოსების ყურადღება, მაინც ყველა ერთიანდებოდა იმ აზრის გარშემო, რომ ვაჟა-ფშაველა ეს არის ეგრეთ წოდებული თვითმყოფადი, უნიკალური ქართველი, კონკრეტულად მთის ავტორი. და მე ეს ლექცია რამდენიმე დღის წინ ჩავატარე კიდევ აი ფაბრიკაში რაღაც სივრცე არის და იქაც ჩავატარე. მე დღეს მქონდა სამწუხაროდ უბრალოდ არ გამოვიდა რომ პროექტორი მქონოდა და ვიფიქრე ესეთი რაღაცა რომ როგორი იქნებოდა ვაჟა-ფშაველა სუფთა ევროპული გადმოსახედიდან, როგორ შეიძლება რომ გავიგოთ ის. იმიტომ რომ არსებობს ძალიან ესეთი ცნობილი ფაქტი ვაჟა-ფშაველას ცხოვრებიდან, ბიოგრაფიიდან, როდესაც ვაჟა-ფშაველა ახალგაზრდა ვაჟა-ფშაველა მივიდა ილია ჭავჭავაძესთან, ის უკვე საკმაოდ ესეთი პატივცემული მწერალი იყო და სთხოვა, რომ იქნებ რაღაც შენ აფინანსებ სხვადასხვა ნიჭიერ ახალგაზრდებს, რომ მათ გააგრძელონ სწავლა ან ისწავლონ ევროპაში, იქნებ შენს დამიფინანსო, რაღაც დამეხმარო იმაში, რომ მე წავიდე გერმანიაში და შევისწავლო გერმანული ფილოსოფია. რაზეც მან მიიღო უარი, რომ ესეთი წარმოდგენასავით გაჩნდა, რომ შენ რო წახვიდე ევროპაში ან გერმანიაში, შენს თვითმყოფადობას დაკარგავ, ჩემო საყვარელო ვაჟა. და შენ უნდა იყო ჩარგალში, იმიტომ რომ ეს შენი ბუნებრივი ინსპირაციის შენი შემოქმედებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება იყოს და შეიძლება ჩვენ დავკარგოთ ის უნიკალური ვაჟა, რომელიც ყავს. და ესეც მოხდა, რომ ვაჟა-ფშაველა ვერ მოახერხა ევროპაში სწავლა და დაწერა მართლა ისეთი პოემები, რომ მე ორს შევეხები მხოლოდ და მხოლოდ დღეს სტუმარ მასპინძელს და ალოდა ქეთელაურს, რომლებიც მუდმივად უტრიალებს აი ამ მთის თემას, თემის თემას, ესე რომ ვთქვათ, ანუ
ინდივიდის და საზოგადოების დაპირისპირების თემას, რომელიც ძალიან არქაული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი შტრიხებით არის და თანამედროვე დროს ქართული მითოლოგიური შტრიხებით არის სავსე. მე ჯერ ერთი რაღაცა გავაკეთე, შეიძლება ითქვას, ცოტა ვიმაიმუნე და მინდოდა რომ მეჩვენებინა ეს ჩემი შემოქმედება, ჩემი კი არა ხელოვნური ინტელექტის, რომ მას ვთხოვე, რომ ვაჟა-ფშაველას სურათი გადაეკეთები და მე-19 საუკუნის ბოლოს კოსტიუმი, პიჯაკი ჩაეცვა, ჰალსტოხი გაეკეთებინა, გაეპარსა წორი, მხოლოდ ულვაში დაეტოვებინა, თმა დაევაცხლა და ჩვენ მივიღეთ ჩვეულებრივი ესეთი, არ ვიცი, კაცი ფიქრებს, რომ ეს რაღაც ესეთი, ან გერმანელი, ან ფრანგი ინტელექტუალის მზერაა და გარეგნობა ძალიან, რომელიც ძალიან ისე ბუნებრივად ჩაჯდა, შეიძლება ითქვას. და ესეთი წარმოვიდგინე. მაგრამ დავიწყე კვლევა ძალიან ესეთი ზედაპირული, შეიძლება თუ არა ვაჟა-ფშაველას შემოფარგლა მხოლოდ და მხოლოდ ქართული მითოლოგიური და ტრადიციული კულტურით. და დავაკვირდი მის გემოვნებას. ხო, ანუ გემოვნება გამოხატავს იმას, რომ რამ შეიძლება მასზე მოახდინოს გავლენა. გემოვნება გამოიხატება იმაში, რომ ვაჟა-ფშაველას აქვს თარგმნილი ისეთი ავტორები, როგორიც არის ფრიდრიხ შილერი და მისი ორლეანელი ქალწული, უბრალოდ ორლეანელი ქალი, როგორც აქვს თარგმნილი ვაჟა-ფშაველას. ვაჟა-ფშაველას აქვს თარგმნილი ჰაინრიხ ჰაინეს ლექსები. ვაჟა-ფშაველას აქვს თარგმნილი ედგარ პო, ლერმონტოვი, ანუ მისი ინტერესები ლიტერატურული არ არის რელიგიური და ამავდროულად რაღაცა ესეთი მითოლოგიური. არა, ეს ძალიან თანამედროვე ავტორებით არის შემოფარგლული. გარდა ამისა, მისი ჩანაწერები, სადაც ის ამბობს, რომ მე ჩემ თავს მივიჩნევ იმ დიდი მდინარის შენაკადად, რომელსაც გოეთე ქვია. როდესაც ის ლაპარაკობს, მაგალითად თავის არაჩვეულებრივ წერილში პასუხი იპოლიტე ვართაგავას, ის ლაპარაკობს იმაზე, რომ იპოლიტე ვართაგავა აცხადებს მას ხალხურ პოეტად და ის ამბობს, რომ კი როგორ არა, ჩემში ბევრია და ჩემს პოემებში ბევრია ხალხური, მაგრამ არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ ეს ხალხური შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ პატარა ჩონჩხი იყოს და მეტი არაფერი. მე რაღაც პატარა ამბავს ავიღებ და მე ამ ამბის გარშემო უკვე ჩემს მსოფლმხედველობას ვაშენებ მთლიანად. ეს ერთი. და იქვე ასახელებს ისეთ ავტორებს, ვისაც ის მიიჩნევს ეტალონებად, როგორც არის შექსპირი, როგორც არის ისევ და ისევ შილერი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ ისევ კიდევ რო გავაგრძელოთ, ვაჟა-ფშაველას გემოვნება აშკარად ევროპული ლიტერატურით არის შემოფარგლული და განსაზღვრული. რა თქმა უნდა, მან ძალიან კარგად იცოდა თავის მშობლებისგან, დედისგან, ქართული მითოლოგია, დედისგან, გარდა ამისა თვითონ ახლა ფშავში ამ კულტურაში იზრდებოდა, მაგრამ მისი მისწრაფებები ყოველთვის იყო აი მაგალითად ფილოსოფიისკენ და მის ნაწერებში შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ციტატები, არაპირდაპირი ციტატები, მაგალითად კონტზე ან კანტზე, თვითონაც ცოტა ესე აგდებულად ხუმრობით ამბობს, რომ კანტები და კონტები, მაგრამ მაინც ჩვენ ხედავთ კაცს, რომელმაც ძალიან კარგად იცის რაღაცეები. ან მაგალითად ის ნიჩეს უწოდებს ნაცარქექიას. რამდენად მართალი არის, ამაში ვერ დავეთანხმები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი ინტერესები ისევ ფილოსოფიითაც არის განპირობებული. შემდეგ, გარდა ამისა, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ თქვათ, როდესაც ვაჟას ეუბნებიან, რომ აი შენ თავიდანვე ყველას ძალიან მოუნდა, ნიჩესთანაც თავიდანვე დააკავშირეს, მაგრამ მე მგონია რომ ეს არასწორი პარალელია, საერთოდ არაფერ შუაში არ არის ნიჩე, იმიტომ რომ ჯერთი მას ანტიპათია აქვს მის მიმართ
მაგრამ გარდა ამისა, აი ძალიან საინტერესო მომენტი არის, რომ როდესაც გრიგოლ რობაქიძემ ჩაატარა ვაჟა-ფშაველაზე საჯარო ლექცია, თვითონ ვაჟა-ფშაველას დაესწრო ამ ლექციას და შეეკამათა, კომენტარი გააკეთა, იმიტომ რომ მისთვის ეს ძალიან გზნობიარე საკითხი იყო, ვინც კი წერდა და თუ რამე ჩათვლიდა, რომ არასწორად ინტერპრეტირებდა, მუდმივად ეხმიანებოდა ვაჟა-ფშაველა მას. გრიგოლ რობაქიძემ რო ჩაატარა, მან ძალიან სერიოზული ცოდნა გამოავლინა ჰეგელის ლოგიკის მეცნიერების. ანუ ფილოსოფოსის პროფესიონალი ფილოსოფოსისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის ალბათ მწვერვალი. ყველაზე რთული ნაწარმოები, რომელიც ფილოსოფოსთა უმეტესობას არ აქვს წაკითხული და თუ წაკითხული აქვს, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს წაკითხული ყველაფერი. იმიტომ რომ ეს რაღაც კონცენტრირებულია ამ წიგნში უშველებელი ფილოსოფიური გამოცდილება. ანუ ჩვენ შეგვიძლია ნახოთ და დავინახოთ თუ რაოდენ განსწავლულია როგორც ლიტერატურაში ვაჟა-ფშაველა, ასევე ფილოსოფიაში. და როგორ მოხდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ მითოლოგიით, ქართული მითოლოგიით შემოიფარგლა? მე მგონი რომ არა. ანუ ჩემი თეზისი, ხო და მინდოდა რომ წამეკითხა, უბრალოდ ახლა არ შემიძლია რომ გავუშვა ეს პროექტორზე, რამდენიმე ავტორი, მაგალითად შეიძლება და გვეხსენებოდა ძალიან ესეთი ჩვენი სასიკადულო ლიტერატურაცოდნე, როგორც აკაკი გაწერელიელი, რომელიც ამბობს, რომ ვაჟა-ფშაველა ჩაკეტილი ავტორია, რომელიც საერთოდ არ უკავშირდება ქართული მითოლოგიის გარდა არაფერს. ასევე შეიძლება გავიხსენოთ ისეთი ავტორი, როგორც არის თამარ ჩხენკელი, რომელსაც ბრწყინვალე წიგნი აქვს დაწერილი ვაჟა-ფშაველაზე, ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ. ეს არის ტრაგიკული ნიღბები, ასევე მისი ძალიან საინტერესო სტატიებიც არსებობს, ერთად შეკრებილია ეს. და იქაც მაინც არის რომ აი ვაჟამ რაღაცეები იცოდა, წარმოდგენა ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ მუდამ გამოყენება, თქვა და არგუმენტაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის ისეთ რაღაცაზე, როგორიც არის რომ აი მსოფლიო მითოსი, არა მარტო ქართული მითოსი, არამედ მსოფლიო მითოსი. სადაც ის იყენებს მაგალითად ჩარლზ ტეილორის ან ფრეზერის ნაწარმოებებს, ძალიან დიდი ანთროპოლოგების ნაწარმოებებს, სადაც ამბობს, რომ აი ნახეთ, მაგალითად პოლინეზიურ ტომებში არსებობდა ტრადიცია, რომ მტერისთვის მოგეჭრა მარჯვენა ცერა თითი ხელზე, რომ მერე საიქიოში მას ხელში შუბი ვერ დაეჭირა, ან შულდი ვერ დაეჭირა და ვერ ეძია შური შენზე. აქაც ჩვენ ვიცით, რომ წუმარ მასპინძელშიც ასეთივე რაღაცაა, რომ თქვათ და უბრალოდ ალოდა კეთელაურშიც ესეთია, რომ ხელს აჭრიან. რატო აჭრიან? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საიქიოში ან მისი მონა იყოს და უბანდოს ჟღანია, როგორც ეს არის სტუმარ მასპინძელში, ანუ მონა დაუდგეს, ან უბრალოდ განეიტრალოს, ხო? და არსებობს მაგალითად დისერტაციებიც, რომელსაც მე გადავხედე და იქ არის ვთქვათ ცდელობა, რომ აი რაღაც ანდრეზების დონეზე დაამტკიცო, რომ ყველაფერი მაინც და მაინც არის ამოღებული ქართული ადათ-წესებიდან და ზნეობრივი შეხედულებებიდან. რა თქმა უნდა არის და ეს ძალიან დიდი შრეა, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი ვაჟას კვლევა ძალიან დიდ შეცდომას უშვებს. შეცდომას კი არა, უბრალოდ არ აქცევს ყურადღებას ისეთ რაღაცას, როგორიც არის მისი განსწავლულობა ევროპულ ლიტერატურაში. ჯერ ერთი, მოდით, ფორმა შევხედოთ, აქაც ვაჟა თავის ქართულ ხალხურ საბურველში ახვევს ამ ყველაფერს, რომ შაირით წერს, თუმცა შაირით რო წერს, ეს შაირი, თქვენ გინახავთ ეგეთი შაირი, რომელიც არის ტრაგედია სინამდვილეში. ის თავის ფორმა არის ნამდვილი დრამა და მისი საყვარელი დრამა და მისი საყვარელი ავტორი არის ისევ და ისევ შილერი. ეს ერთი. მეორეს, თუ არსებობს ამგვარი მორალი, რომელსაც ვთავაზობს ვაჟა-ფშაველა, მაშინ გვითხრან, სად არის ეს ამგვარი მორალი, რომელიც ჩამოყალიბებულია. და ეს სრულებითაც არ არის ჩემი აზრით რამენაირად მინუსი. პირიქით, მე მგონია, რომ ხელოვანი ფასდება გავლენებით. ხელოვანი ფასდება თავისი წოდნით მსოფლიო ლიტერატურის.
და იმიტომ რომ ლიტერატურა დუხს და ეს აზრები, რომლებიც ლიტერატურაში იბადება, მუდმივ პოლემიკაში არის ერთმანეთთან და საერთოდ სხვანაირად გვთავაზობს სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტას. რა პრობლემების წინაშე ვართ ახლა ჩვენ, ხომ, პირველ რიგში, როდესაც ამ ვაჟა-შაველაზე ვლაპარაკობთ და პირველი არის ის, რომ აშკარად ჩვენ, როდესაც აი მის მთავარ პოემას აულ და ქეთელაურს კითხულობთ, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მორალი, რომელიც არ არის ორიენტირებული შედეგზე. ანუ ბედნიერებაზე ორიენტირებული მორალი არ არის. ანუ მან იცის, რომ თუ ხელს არ მოაჭრის მოცალს, მას დაატყდება აუცილებლად რისხვა საზოგადოების. მაგრამ ის მაინც აკეთებს ამას. სად არის ამგვარი მორალი და ფილოსოფიაში გარკვეული ხალხი, ასე თუ ისე გარკვეული ხალხი, გეტყვით, რომ ეს არის დეონტოლოგიური მორალი, რომელიც დააფუძნა იმანუელ კანტმა. ანუ როცა გითხარით, რომ ჰეგელი ქონდა წაკითხული ძალიან კარგად და ესმოდა ვაჟა-შაველას, ანუ ჰეგელის წაკითხვა კანტის გარეშე ეს არის წარმოუდგენელი რაღაცა. ეს არის როგორ გითხრათ, რომ აი არ ვიცი კალკულუსი რო ისწავლოს რომელიღაცა ან რაღაც უმაღლესი მათემატიკა რო ისწავლოს ვიღაცამ და ელემენტარული არ ვიცი კვადრატული განტოლება არ შეეძლოს რომ გამოიყვანოს. ერთიც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორეც. ხო, ეს მეცნიერების სახე აქვს მიღებული, როგორც მოგეხსენებათ, ფილოსოფიას კანტიდან მოყოლებული. რას გვეუბნება ეს მორალი? ეს მორალი გვეუბნება პირველი, რომ ჩვენ არ გვჭირდება, ოღონდ ეს არ არის არანაირად ათეისტური მორალი, უბრალოდ ის ამბობს, რომ მორალურად რო დავრჩე და მორალურები რო ვიყოთ, ჩვენ ამისთვის არ გვჭირდება ღმერთი, რომელიც გვეტყვის, რომ რაღაც ესე გააკეთე. არამედ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი გონებით თვითონვე მივხვდეთ იმას, რა არის სწორი და რა არ არის სწორი. ხო, ამაზე ალბათ ყველას გვახსენდება ეს ციტატა, რომ ჩვენ ვამბობთ, კაცნი ჩვენა ვართ, მარტო ჩვენ ვზდიან დედანი, ჩვენაც ხონდებით სხვათაც კუპში მიელით ქშენანი და ასე შემდეგ და ამ ფიქრით წარამარაოდ ღვთისმშობლით უკეთესიციან ყველანი მართალს ამბობენ განავინაცა ფიციან. ანუ აქაც ძალიან საინტერესო რამე არის. პირველი რომ რა ხდება თვითონ როდესაც ვუყურებთ ამ ამბავს, ჩვენ ვუყურებთ ამბავს, რომელიც გვეუბნება, რომ კაცი დავლათიანი, რომელიც პრინციპში ლიდერია თავისი თემის, საფეხბურთოს თავში ზის და მის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, საერთოდ არ ადარდებს არაფერი. ანუ ბევრ ხის ძმა ასჭრა მარჯვენა სადა ფრანგული ფხიანი, არ ადარდებს, ეს არ არის ის კაცი, რომელსაც ხელი აუკანკალდება რაღაცაზე და ვაიმე ვიღაცა შემომაკვდა და ამის გამო შეიძლება რომ რაღაცა ფიქრებში ჩავარდეს. მაგრამ ხდება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რაც გონია რომ შილერიდან მომდინარეობს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც გითხარით, რომ შილერი მას თარგმნილი ქონდა და ძალიან კარგად იცნობდა შილერის ტრაგედიებს და საერთოდ შილერის ამ დრამის თეორიას და შილერი თავის მხრივ არის კანტის თეორიების მიმდევარი და ხდება ესეთი ძალიან საინტერესო ამბავი, რომ იგი ხვდება ადამიანს, რომელიც მისი ტოლი და სწორია. პირველად, ანუ და მართლა თამაშდება სცენა, სადაც ორი ვაჟკაცი, ორი თანაბარი გამბედავი ადამიანი ერთმანეთს სამჯერ ესვრის, არც ერთი არ დანებდება, ორივე ერთმანეთს ღმერთს შეუკურთხებს და აი ამის შემდეგ ერთი როგორ მოხდა, ხო? ანუ ამის შემდეგ ხდება ძალიან ისეთი საინტერესო რამე, რომ შეიძლება ითქვას, აუდა ქეთელაური თავს ხედავს იმ ვაჟკაცში. ანუ პირველად აღიარება ხდება მეორე ადამიანის, რომ მანამდე მუცალის ძმას კლავს და რას ამბობს, ღილღველო, ან ვიღაცა ლაწირაკო, ლაფურწაკო, საერთოდ არ ადარდებს მისი სიკვდილი. ხო? და ამ დროს უცბად მას შემდეგ რაც ის თავის ტოლს და სწორს კლავს, იწყება ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ ის აი ეს ცნობილი სიტყვებია, რომ თოფი არ უნდა ალუდას ატირდა როგორც ქალიო. ნუ ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ეს რაღაც სექსისტური სიტყვებიაო.
რო აი ქალს რაღაცნაირად ამცირებს. არ ამგონია რომ ეს ასე იყოს, იმიტომ რომ რეალურად ქალობა, უნდა ითქვას ლიტერატურაში და ქალურობა, ეს არის ცივილიზაციურ მომენტზე, ისე ცივილიზაციურ მომენტზე გადასვლა, ცოტა უფრო კულტურული როდესაც ხდები. ანუ გრძნობია, გრძნობები შემოდიან შენში. ან მამაკაცისთვის ტირილი არ შეიძლება. ბარბაროსისთვის ტირილი არ შეიძლება. აი ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ, მაგალითად ილიადაში როგორ არის? ბერძნები, როგორც მაღალი კულტურის წარმომადგენლები, ტირიან და ტროელები და ილიონის ხალხი კიდე არ ტირისიან და მათ უკრძალავს ჰექტორი, რომ არ გავიგო, რომ რაღაცნაირად გრძნობა გამოავლენ. ანუ გრძნობას ავლენს და ის გადადის რაღაც ახალ კულტურულ საფეხურზე, შეიძლება ითქვას. ცივილიზაციურ საფეხურზე ის ახალ რაღაც მასში შემოუშვეს. კანტისთვის ეს დამახასიათებელი არ არის, მაგრამ შილერი რა უნდა იყოს, რომელიც თვითონ გრძნობებს აღწერს და მწერალია და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გრძნობების საშუალებით რაღაცნაირად შემოიტანოს, ახსნას ადამიანის ტრანსფორმაცია და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი გრძნობებმა მიგვიყვანოს მორალურ დასკვნებამდე. რა მორალური დასკვნებია? პირველი რასაც ის ამბობს, რომ პრინციპში მთელი აქამდე არსებული პატარ-პატარა თემებად, ანუ თემების მორალები რაც არსებობდა, ქისტების თემის, ხევსურების თემის თუ სხვა თემების მორალები რაც არსებობდა, ეს არ არის უნივერსალური. არსებობს უფრო მაღალი მორალი, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს და ყველა ადამიანის პატივისცემას ქმნის და თან ამავდროულად აფიქრებს იმაზე, რომ ყველა ადამიანში არის ღირსება და ეს ღირსეულობა. რა შეიძლება იყოს კანტის კიდევ დამატებით მომენტი? ანუ კანტმა ეს დეონტოლოგიური მორალი როდესაც შექმნა, მან შექმნა ძალიან საინტერესო ფორმულა მორალურობისა, რომელსაც შეგიძლია რომ ყველა შენი მოქმედება გადაამოწმო და თქვა, რომ იყო თუ არა ჩემი მოქმედება მორალური. პირველი მან თქვა, რომ შენი მოქმედება უნდა იყოს ავტონომიური, თვითკანონმდებლური. და არ უნდა იყოს ჰეტერონომიური. არა იმიტომ, რომ შენ მაგალითად იმიტომ არ კლავ ვიღაცას, რომ გეშინია, რომ ჯოჯოხეთში მოხდები, არამედ იმიტომ არ კლავ, რომ შენ მის ღირსებას ხედავ, მასში ღირსებას ხედავ. და ეს ფორმულა არის ესეთი, რომ იმოქმედე ისე, რომ შენი ქცევის მაქსიმა საყოველთაო საკაცობრიო კანონად გამოდგებოდეს. და მეორე, არასოდეს განიხილო ადამიანი როგორც მხოლოდ საშუალება და განიხილე ის როგორც ყოველთვის როგორც მიზანი. ანუ პირველი რა არის, რომ შენ ზოგად საკაცობრიობაზე უნდა გადაამოწმო, ანუ ისე არ უნდა თქვა, რომ იცი რა, მე როცა ვარ ხევსური, მაშინ შემიძლია მოკლა და როცა ხევსური არა ვარ, მაშინ ცუდი არ მომკლა, რაღაც ისეთი, ანუ შენ პატარა თემს მოარგო ეს ყველაფერი და მეორე მორალური მაშინ ხარ, როდესაც შენ ადამიანს არ აქცევ უბრალოდ ინსტრუმენტად. აი იმისათვის, რომ უბრალოდ თქვა, კარზე ხელი მოაჭრა, კარზე მიაჭედო და თქვა, რომ აი ნახე რა მაგარი ვარ. ანუ რაღაც ნივთად არ აქცევ ადამიანს. რაღაცა როგორც ამბობ, ნალაფარად არ აქცევ ამ ყველაფერს. ანუ ადამიანში ადამიანს აღმოაჩენ, უფრო მეც ვიდრე ეს შეიძლება იყოს შენი მოწინააღმდეგე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და უნდა ითქვას, აქ ჩნდება ერთი პრობლემა. ჩვენ ვთქვით, რომ აქ აუცილებელი არ არის, რომ თქვა უმაღლესი არსების არსებობა იმისათვის, რომ მორალურად იმოქმედო. მაშინ რა გამოდის, როცა უმაღლესი არსება არ არსებობს, ან არსებობს, ან არ იცი არსებობს თუ არა, მაშინ რა გამოდის? პრობლემა არის ის, რომ მორალური ადამიანი უმეტესწილად ისჯება. ეს უძველესი ფილოსოფიური თემა ჯერ კიდევ პლატონის გორგიადან მომდინარეობს. რა ჯობია, უბრალოდ პლატონი პირდაპირ გვეუბნება, ყოველთვის ჯობია უსამართლოდ იტანჯო, ვიდრე უსამართლობა ჩაიდინო. და ესეც გრძელდება ეს თემა და უბრალოდ პრობლემა რა არის, რომ ტანჯვა მორალური ადამიანის თანმიმდევრია. ის ისჯება ამისათვის ხშირ შემთხვევაში. ხო გვახსოვს, რომ აი მაგათოა დათათუზაშხიას
ვისაც ჩავაცვი იმან გამხადა. ან ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბავი შეიძლება იყოს, რომ გავიგოთ ესეთი რაღაცა, რომ ვიღაც გეუბნება, რომ აი სიკეთე არ გიფასდება, არ დაგიფასდება მეგობარო სიკეთე. ამიტომ ისე მოიქეცი, რომ შენთვის რაღაცა გამოსადეგი, რაღაც პრაგმატული მორალი შეიმუშავე. ალუდაკეთელაური არ არის პრაგმატული მორალის წარმომადგენელი, პირიქით ის ამბობს, რომ სიკეთე უნდა გაკეთდეს მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება. მომკვეთავენ? ზღვაში შეიძლება გადავიჩახო, როგორც არა მარტო მე, არამედ მთელი ჩემი ოჯახი, მაგრამ მაინც უნდა გაკეთდეს. ხო და ეს ტრაგედია მართლა, ხო, ამბობენ რომ პოემა და მე მგონია რომ ტრაგედია, ჩვენ თუ რაღაცა ტრაგედია დაგვიწერია ქართულად, ეს არის ალუდაკეთელაური და ასევე სტუმარ მასპინძელი. ეს ტრაგედია მთავრდება იმით, რომ აი სიჩუმეა, კაცმა ჩაიდინა დიდი მორალური საქციელი, თავი გაწირა, ოჯახიც გაწირა, შეიძლება ითქვას და არაფერი არ აქვს, პასუხი არ არის. ცა არ იხსნება და პასუხი არ მოდის, შეიძლება ითქვას. ამის პასუხი ალბათ ეხლა ეს საკითხები აწვალებდა და ტანჯავდა როგორც განს, ასევე რა თქმა უნდა ვაჟა-ფშაველასაც. და კანტმაც და ვაჟა-ფშაველამაც ამ საკითხებზე რაღაცნაირი პასუხი მოძებნა. აი ამ ძალიან პრობლემატურ საკითხებზე და ამაზე პასუხი არის უკვე სტუმარ მასპინძელში. სტუმარ მასპინძელშიც ესეთი რამე არის, რომ ნუ ჯერ ერთი გრძნობების მიხედვით როგორ ხდება, ნუ ქალის როლი კიდევ ბევრად უფრო გაზრდილია, როგორც ვიცით და ამას ცალკე დრო ჭირდება, რა თქმა უნდა, რომ ეს ვთქვათ აღაზას ამბავზე ვილაპარაკოთ, მაგრამ აქ არის ბოლო სცენა ალუდაკეთელაურის, სადაც აღაზა, ჯოყოლა და ზვიადაურის ამბობთ, თქმულებას ავითარებს, რომ თურმე ხალხში დადის ჭორი, რომ კლდის ქიმზე თუ არ ვცდები თუ სადაც იკრიბებიან ერთად, ეს სამი ერთად იკრიბება, ერთად ცხედან, მწვადს წვავენ, ღვინოს სვავენ და ერთუხტის დანდობისასაც ამბობენ სიტყვებს. რა არის ეს? ეს თან არ არის ის, რომ აი რაღაც ძველ ტრაგედიაში, ხო, არსებობდა ფატომი, იყო თავად ღმერთი. ღმერთები მონაწილეობდნენ. იყო ძალიან კონკრეტული არაჩვეულებრივი მეთოდი, რომელსაც ერქვა Deus ex machina. და ჩამოდიოდა პირდაპირ ღმერთი და შეიძლება წაეყვანა ვიღაცა და ამით გადაწყვეტილიყო რაღაცა, ანუ ტანჯვა გამოსყიდულიყო. აქ ეს გამოსყიდვაც არ არის, უბრალოდ ვარაუდივით არსებობს, რომ აი როგორც ჩანს, მათ მაინც ბოლოს და ბოლოს მოიპოვეს ეს ბედნიერება. ეს ბედნიერება რა არის? კანტთან არის მის პრაქტიკულ, ანუ მორალის ფილოსოფიაში არის, რომ არსებობს უმაღლესი სიკეთე. და უმაღლესი სიკეთე არის ის, რომ შეიძლება გაერთიანდეს ეს ორი რამე, რომ იყო მორალური და ამავე დროს იყო ბედნიერი. და კანტიც ხვდება სამწუხაროდ ეს ნიჰილიზმური ნოტები მასთანაც არის. კანტიც ხვდება, რომ ეს შეიძლება, ამას შეიძლება ვერ მიაღწიო ცხოვრებაში. და ამიტომ მას შემოაქვს პოსტულატების შესახებ სწავლება. სადაც ის ამბობს ორ რამეს, ღმერთის არსებობის პოსტულატი, პოსტულატი ეს მათემატიკა, ვინც ვიცით, მე არ ვიცი უკაცრავად, კარგად, მაგრამ ნუ რაღაცები. ანუ ვინც იცით, რომ პოსტულატის სინონიმი არის აქსიომი. ანუ ის, რასაც დამტკიცება არ ჭირდება და რასაც შეიძლება რომ დააშენო. მერე მთელი თეორია და მთელი მიმდინარეობა. უბრალოდ განსხვავება რა არის? მანამდე არსებობდა მაგათად სპინოზას ეთიკა, რომელიც პირდაპირ იწყებოდა აქსიომებით, როგორც გეომეტრია. და კანტმა თქვა, რომ ეხლა მე თუ აქსიომებით დავიწყე, მაშინ ჩემი აი ეს შედეგზე არაორიენტირებული ფილოსოფია არ გამოვა. ამიტომ რაღაც ჭკუას ეშმაკობა იხმარა და ბოლოს, როგორც ვაჟა-ფშაველა სხვათა შორის ზუსტად, ხო? თავისი დაწარმოების პრაქტიკული გონების კრიტიკის ბოლოს გადაიტანა პოსტულატების შესახებ სწავლება და მან თქვა, რომ ადამიანს მაინც ჭირდება იმედი. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ გავცეთ პასუხი რა არის ადამიანი, ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი სამ კითხვაზე. რა შეიძლება ვიცოდე?
როგორ უნდა მოიქცე, ანუ მორალური როგორ უნდა ვიყო და აუდაკეთებმა ისწავლა როგორ უნდა მოიქცეს და თან თავის გონებას გაყვა და არა თემის დანაწეს, ანუ რაც ჰეტერონომიულია და რაც გარეგნულია, იქიდან იმას კი არ გაყვა, არამედ შინაგანს, ავტონომიურს. და მესამე შეკითხვა არის, რის იმედი შეიძლება მქონდეს. და ეს იმედი არის ის, რომ ადამიანი უკვე სიკვდილის შემდეგ სულის უკვდავების პოსტულატიდან და ღმერთის არსებობის პოსტულატიდან მიიღებს იმ ნუგეშს და იმ ბედნიერებას უმაღლეს სიკეთეს, რაც არის ერთდროულობა მორალურობისა და ბედნიერების. ვაჟა-შაველას ეს ყველაფერი იმდენად ემთხვევა სტრუქტურულად და ამავდროულად მისი გემოვნები და ფილოსოფიიდან და თანამედროვე უნდა ითქვას, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ქართულ მითოლოგიაში, რომელიც არაჩვეულებრივია და არაჩვეულებრივად იყენებს თავად ვაჟა-შაველა. ოღონდ მე ისე და ისე ვამტკიცებ, რომ ეს არის მისი მასალა და არა დედააზრი. იმიტომ რომ დედააზრი რო იყოს, მაშინ მართლა რაღაც ფოლკლორი იქნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ. აშკარად ეს იდეები შილერიდან, კანტიდან მას აქვს აღებული და ძალიან სერიოზულად ფიქრობდა ამაზე. ახლა ჩვენ რის იმედი უნდა გქონდეს, ხო? შეიძლება ეს შეკითხვაც დავსვათ, ხო? ვაჟა-შაველა არის ჯერეთი პირველი მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი თავის და ცოდნის იმედი, რომ იქნებ რაღაცნაირად კიდევ უკეთესად დავამტკიცოთ, რატო ვართ აი ამ დიდი ევროპული ცივილიზაციის ღირსეული წევრები და არა მხოლოდ ზედასვლა და მზიათი. და მეორეც, რა არის ჩვენი მორალური კოდექსი? იმიტომ რომ ჩვენი მორალური კოდექსი ხშირ შემთხვევაში ძალიან ძნელია, რომ დავადგინოთ ქართული მორალური კოდექსი და თან ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სამწუხაროდ ქართველებს და ეს არ არის რაღაცა სენსაცია, იმიტომ რომ სულ რამდენიმე ერი არის, რომელსაც სერიოზული ტრადიცია აქვს ფილოსოფიის, ბერძნები, გერმანელები, ფრანგები, ინგლისელები და სულ არ ვიცი, მეტ შეიძლება კარგი იტალიელებიც თუ გინდათ. მაგრამ ჩვენ არა გვაქვს ეს ფილოსოფიური აზროვნება, ჩვენი ფილოსოფიური აზროვნება არის ჩვენი ლიტერატურა და ჩვენი მორალიც ჩვენ უნდა წავიკითხოთ ჩვენს ლიტერატურაში, ჩვენ ლიტერატურულ ტრადიციაში და ჩვენ შეგვიძლია ვაჟა-შაველათი დავიწყოთ. თუმცა მე პირადად ვიტყოდი, რომ ჩვენ რაღაც ერთი ნაბიჯი წინ უნდა გადავდგათ და მხოლოდ საიქიოში არ უნდა გქონდეს იმედი, რომ მორალურობა და ბედნიერება გაერთიანდება. მე მგონია, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ შეკრებილი, რომ მორალური წანამძღვრებიდან თვლით, რომ აქ ვიქნებით და ამავდროულად თვლით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ბედნიერები ვიქნებით. ამავდროულად, ანუ მართლებიც ვიქნებით, მორალურებიც და ბედნიერებიც და მინდა რომ დავამთავრო ამით ჩემი მოხსენება. დიდი მადლობა. მოგნებავთ თუ კითხვები არსებობს, დიდი სიამოვნებით კი პასუხებთ. კითხვების შემთხვევაში მიკროფონში რა თქვა თუ კითხვების შემთხვევაში მიკროფონში რა თქვა თუ შეიძლება რომ ხმა შევიდეს ლაივშიც. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო. არის კითხვა, ბოდიში. მადლობა. უკაცრავად მე ცოტა გვიან შემოგიერთეთ და არ ვიცი დასაწყისში განმარტეთ თუ არა. როდესაც ამბობთ რომ მორალურები და ბედნიერები ერთდროულად ვიქნებით, ბედნიერებას როგორ განმარტავთ? მადლობა. ბედნიერებაში რას გულისხმობთ? ეს ძალიან საინტერესო რაღაც არის, ახლა თქვენ ესეთი რაღაცა თქვით. პირველი, ბედნიერება მართლაც რელატიური ცნებაა. ანუ თუ მე მაბედნიერებს ის რომ თქვათ ველოსიპედით ვისეირნებ რაღაცა ერთი ადგილიდან მეორე გადავადგილდები, თქვენთვის შეიძლება ეს უბედურება იყოს. ან პირიქით. ხო, ანუ ეს ინდივიდუალური რამეა და სწორედ ამიტომაც არ არის სწორი ბედნიერების პრინციპზე რომ დავაფუძნოთ მორალური ქცევა. ეს ერთი. მაგრამ კანტი ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რომ თავისთავად ბედნიერება ჩვენ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რაღაც გარკვეულ სისტემაში.
ეს სისტემა არის ერთიანობა, შეიძლება ითქვას, საზოგადოებრივი, სადაც ჯერ ერთი თვითონ კანონმდებლობის დონეზე ადამიანები იქნებიან, კანონმდებლობა იქნება მორალური, აი ჩვენ რას ვებძვით დღეს, ხო? ამორალურ კანონებს გვთავაზობენ რეალურად. მორალური იქნება და ამგვარად მოწესრიგდება და მეორეც, არსებობს უფრო ამაღლებული გრძნობა, რომელიც უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სხეულებრიობიდან არ გამომდინარეობს, რომ აი რაღაცა მომანიჭა ბედნიერება, რაღაცის დალევამ, რაღაცის ჭამამ, მოსმენამ და ასე შემდეგ, არამედ ბედნიერება თავად მორალური ქცევიდან. ანუ ერთგვარი სიამაყე, ოღონდ ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, იმით და კმაყოფილება იმით, რომ შენ ხარ მორალური, თუ თქვენ გულისხმობთ რა შეიძლება იყოს აი ის უმაღლესი სიკეთე, ანუ ბედნიერება, არის აი ამ ორი რაღაცის გაერთიანება, როგორც გითხარით, რომელიც შეიძლება აერთით და თან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, როდესაც ლაპარაკი არის, თქვათ, ადამიანზე, როგორც ნაკლულ არსებაზე, იმიტომ რომ ადამიანი არის ორი რაღაცის გაერთიანება, გონების და გრძნობების, კანტის მიხედვით. და ეს ამ ორი რაღაცის გაერთიანება, როდესაც თქვათ, ჩვენ შეიძლება ითქვას, რაც გვანიჭებს სიამოვნებას და სიამოვნებით მონიჭებული ბედნიერება, ის ასევე გვიტრიალდება ხშირ შემთხვევაში უბედურებად. ეს ამბავი და კანტის აზრით გვეუბნება, რომ თუ ჩვენ შევინარჩუნებთ აი ამგვარ ღირსეულ დამოკიდებულებას და ბედნიერება თქვენ რასაც ამბობთ, ამ შემთხვევაში სულის უკვდავებაში იგულისხმება და აღაზა და ზვიადაური და ჯოყოლას ეს ბოლო ეპიზოდი სწორედ მაგიტომ ვახსენე. აქ არის ლაპარაკი, რომ რაღაც ერთგვარი მდგომარეობა, სადაც შენ დაცლილი ხარ შენი სხეულებრივი ვნებებისაგან, მაგრამ შენარჩუნებული გაქვს შენი ინდივიდუალობა და მორალურობა. აი ეს არის ბედნიერება. აი ამ ობიექტური თქვენ კრიტერიუმებით, იმიტომ რომ სუბიექტური კრიტერიუმებით ვერანაირად ვერ დადგინდება რა შეიძლება იყოს ყველა ჩვენთაგანისთვის რა გვაბედნიერებდეს. ხო, ანუ დაკმაყოფ, კარგი. კარგი. შეკითხვა ხო არ არის? საიქიო და ბედნიერება რატო დააკავშირებ მაინც ერთმანეთთან? კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ანუ საიქიო რა არის, ხო? ანუ ერთი ძალიან ისეთ პრობლემატური რამე არის, ხო? ანუ ჩვენ ვიქცევით მორალურად და შეიძლება დავისაჯოთ იმის გამო, რომ მორალურად ვიქცევით. ჩვენ ყველანი აქ ვდგევართ. მაგის გამო და მაგ რისკის წინაშე ვართ. და კანტისტვის იყო ის, რომ რისი იმედი შეიძლება გქონდეს, ხო? რომც დავისაჯოთ. ხო? მაშინ რისი იმედი უნდა გქონდეს? და ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენი ინდივიდუალური სულის უკვდავების იმედი. და სულის უკვდავება არის გარანტია იმისა, რომ მიიღებ მერე იმ ბედნიერებას მორალურობის გამო. თუმცა ეს არ არის ის, რომ შენ მოიქცევი იმიტომ მოიქცევი მორალურად, რომ მიიღო აუცილებლად. ხო. აგეთ. გონი? არ არის, ხო? დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მეგობრებო, დავამთავროთ დღევანდელი ლექცია. ჩვენ ხვალ ნიკა შურღაიასთან ერთად ვისაუბრებთ ეკონომიკაზე. ეს უკვე მეოთხე ლექცია იქნება ნიკასგან და ძალიან საინტერესო ლექციაა და ეს არის კიდევ ერთ პატარა რაღაცას ვიტყვი. ის რაღაცა, რაც ჩვენს თვალწინ ყოველდღე ხდება, ეს რაღაცა პატარა წაკიკლავებები და მსგავსი დაპირისპირებები, ჩემი აზრით ამასაც პოზიტიურად უნდა შევხედოთ და რატომ? ეს ადამიანები უნდა მივიღოთ ისეთები, როგორიც არიან. ჩვენში უნდა გაიზარდოს მიმღებლობა იმისათვის, რომ შედეგზე გავიდეთ. ჩვენ თუ ერთმანეთი არ მივიღეთ, განსხვავებული ფორმით, განსხვავებული აზროვნებით, ჩვენ ერთად ამ ყველაფერს ვერ გადავწონით. ასე რომ ჩვენ გავაგზავნებთ ჯიუტად, გავაგზავნებთ ლექციებისა და ლექციების კითხვას და ცოდნის გაზიარებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ხვალამდე გემშვიდობებით.